მოგესალმებით ხალხო. დღეს მე მოგიყვებით რატომ ვიყიდე Note 9 და რატომ ვარჩიე ის ჩემთვის დღესდღეობით ყველაზე საყვარელ ტელეფონს, რომელსაც ქვია Google Pixel. არც კი ვიცი როგორ ახსნა, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცით რამდენი ხანი ველოდე საერთოდ ამ ტელეფონს, იმიტომ რომ ჩემთვის ტელეფონი ფასდება როგორც კამერა. Pixel-ზე უარის თქმა ჩემთვის იყო რაღაცა არ ვიცი, ენით აღუწერელი მოვლენა და ამიტომაც მინდა რომ აგიხსნათ რატომ თქვი უარი Pixel-ზე. როგორც იცით, საერთოდ მე ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია, ძალიან მიყვარს ვიდეოების გადაღება, ეს ჩანს ჩემი არქიდან გამომდინარე და რაღაც მონტაჟებშიც არ მეშლება, ალბათ იმედი მაქვს ამჩნევ თამასაც. მოკლედ, დღესდღეობით Pixel-ის კამერა არის დაუმარცხებელი. რამდენიც არ უნდა თქვათ, რომ Huawei P20 Pro, Samsung S9, Note 9 და კიდევ ტელეფონები, რომლებიც გამოვა, რომლებიც 2019 წელშიც გამოვა, დამერწმუნეთ, რომ Pixel-ის ეხანდელი ტელეფონი, თუნდაც Pixel 2 XL-ის კამერა მაინც აჯობებს და ჯობნის კიდევაც. თუნდაც აი ამ ტელეფონს Note 9-ს. მე არ მომბობ რომ Note 9-ს ცუდი კამერა აქვს, პირიქით, კამერა გადასარევი ძალიან კარგი და ამ ყველაფერს მე მოგიყვებით ამ ტელეფონის განხილვაში. უნდა გავიწყდებათ რომ Note 9-ის განხილვა მზადების პროცესშია, უბრალოდ მინდა რომ მაქსიმალურად კარგი და ამომწურავი განხილვა გააკეთოთ, ნახოთ და ამიტომაც უბრალოდ ოდნავ აგვიანდება. Note 9-ის კამერის უკმაყოფილო მე არ ვარ, პირიქით, ძალიან კმაყოფილო ვარ, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, როგორც იცით და როდესაც მიდგება უკვე არჩევანზე Pixel-სა და Galaxy Note 9-ს თუ S9-ს შორის, მაინც Pixel-ის კამერას ავირჩევ, იმიტომ რომ Pixel-ის კამერა დაუმარცხებელია დღესდღეობით, რამდენიც არ უნდა გააკეთონ შედარებები და რამდენიც Pixel-მარკის ქულები არ უნდა მიანიჭონ, ვერ ჯობნის დღემდე ვერაფერი. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რა თქმა უნდა, თქვენება დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ რეალურად რომ შეხედოთ, Pixel-ი ვისაც ქონია, ის სხვა ტელეფონზე უბრალოდ აღარ გადავა. ყველაზე დიდი განცვიფრება ჩემში და ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია აი ამ მონოწარმოა, რომელიც გაუკეთეს Pixel-ის ტელეფონს. არ ვიცი, რამდენი ხანი ველოდე ამ ტელეფონს და რამდენად არ მჯეროდა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში გამოჩნდა რაღაც სკრინშოტები, აი ამ მომავალი Pixel-ის რენდერები, ესე ვთქვათ, და საერთოდ ვითომ მოპარული სკრინშოტები და ბოლომდე მინდოდა რომ არ დამეჯერებინა და ბოლომდე არ მინდოდა რომ მას ქონოდა მონოწარბი, ანუ იცით ყველამ, საშინელი აი ამ 2018 წლის ტრენდი, რომელიც ძალიან ბევრმა ბრენდმა დაუყენა და ძალიან ბევრი ბრენდი, ესე ვთქვათ, ტრენდებზე გაიყიდა. ყველაზე ვაჟკაცური აღმოჩნდა Samsung-ი ხალხო. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამის შემდეგ Samsung-ს, respect Samsung. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ტრენდებს არ მიყევი და არ გაიყიდე, ესე ვთქვათ. პრივილეგირებულმა გამომწერებმა იციან, როგორ ხასიათზე დავდეგი, როდესაც საბოლოოდ Pixel-ის პრეზენტაცია გაიმართა. იციან ამ ხალხმა რა დამემართა, რეებს ვწერდი საერთოდ Telegram-ში, chat-ში და მოკლედ აღარ განვავრცობ, ვისაც საერთოდ აინტერესებს მსგავსი რაღაც ტექნო, ბლოგ, гаджет და პიმ-პამფუ, ესე ვთქვათ, საუბრები, გარჩევები და ასე შემდეგ. Telegram-ის არხი გვაქვს ჩვენთვის ერთმანეთში ვსაუბრობთ, ვკამათობთ, რაღაც სიახლეებს ვაცნობთ ერთმანეთს და ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. ეს არ არის უბრალოდ არანაირი მოწოდება, გნებავთ შემოდით, გნებავთ არა, ჩვენ ისედაც კარგად ვართ ამ არხზე. კიდევ ერთი მიზეზი, რომელმაც გადამაწყვეტინა და გადამძლია ამ Note 9-ს ყიდვაზე, ეს იყო მისი სტილუსი ხალხო. როგორც იცით, შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ რაღაც გარკვეულმა ნაწილმა იცის, რომ მე ძალიან მიყვარს ხატვა.
უბრალოდ კონკურენტი არ ყავს Samsung-ს, საერთოდ Note სერიას სტილუსებში და მსგავსი ტელეფონები არ არსებობს და თუ კი რაიმე არსებობს, უბრალოდ Samsung-ის კონკურენტი არ არის. სტილუსი ჩემთვის არის პირველ რიგში რაღაცის შექმნა, რაღაცის დახატვა, რაღაცის ჩანიშნა, არა აქვს მნიშვნელობა. ძირითადად მე ვიყენებ ამ ტელეფონს სახატავად. მოვა დრო და განახებთ კიდევაც ჩემ პატარა ჩანახატებს, სკეჩებს და ასე შემდეგ. ზოგს ნანახიც აქვს, შეიძლება გაზიარებულიც მაქვს, აღარ მახსოვს უბრალოდ. და ეს ტელეფონი არის ჩემთვის რაღაცა იდეების განმახორციელებელი, რაღაცა იდეების ჩანიშნა შეგიძლია. უბრალოდ ჯიბეში გიდევს დევაისი, რომელიც რაღაცა პატარა ზედმეტი დროის გაჩენის შემთხვევაში შეგიძლია ამოიღო შენი სტილუსი და დაიწყო რაღაცის შექმნა. თუ გადაწყვიტეთ Samsung-ის ყიდვა, არ გადაწყვიტოთ Note-ზე გადასვლა, იმიტომ რომ Note-ი არ არის თქვენი ტელეფონი, თუ არ გესაჭიროებათ სტილუსი, თუ არ ხატავთ, თუ არ ხართ გატაცებული დიზაინით და ასე შემდეგ. არ მინდა ეხლა გავაგრძელო და გადამივიდეს ეს რევიუში, ამ ტელეფონის რევიუში, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ძალიან ვრცლად აღვწერ ამ ყველაფერს, სტილუსმა დარეკა დადე თავის ადგილასო, როგორც აიღეო და დავაურუნოთ. ამ ტელეფონის რევიუს აუცილებლად იღილავ და საკმაოდ საინტერესო რევიუ მზადდება, იმიტომ რომ როგორც იცით, სხვა ქვეყანაში მქონდა წაღებული, გადავიღე რაღაც ვიდეოები, დავდე კიდევაც ბლოგი ბერლინზე და ბერლინის ვლოგი სუმთლიანად არის ამ ტელეფონით გადაღებული. მთლიანი ვლოგი, ხმაც, აბსოლუტურად ყველაფერი, არანაირი მიკროფონი, არანაირი სტაბილიზაცია ზედმეტი, ყველაფერი გადაღებულია აი ამ ტელეფონის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ პიქსელი ძალიან მიყვარს და ძალიან გიждები, მაინც ვიყიდე Note 9. იმიტომ რომ Note 9 თავისი სტილუსით და თავისი ორიგინალობით, ესე ვთქვათ, თავისი რაღაცის შექმნისთვის შექმნილმა Note-მა მომიწოდა, რომ უნდა მეყიდა ეს ტელეფონი და სიმართლე გითხრათ, არც მინანია და საერთოდ ეს ტელეფონი ძალიან მიყვარს. არ არის გამორიცხული, რომ შემდეგი ტელეფონიც Note ვიყიდო. პიქსელის ტელეფონს, რაც შეეხება ახალი პიქსელის გამოსვლისას, მაინც ვიყიდე პიქსელს, იმიტომ რომ ჩემთვის კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ კამერა არის პიქსელი მხოლოდ და არანაირი სხვა ტელეფონი. ძალიან ბევრი ამბობს, რომ Huawei P20 Pro პიქსელს აჯობაო, მაგრამ ჩემთვის ის არის მაინც Huawei. რამდენადაც არ უნდა იყოს ხმამაღალი ეს ჩემი აზრი, პიქსელის კამერას ტელეფონი ვერ აჯობებს ვერც ერთი. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ებს დღესდღეობით ყველაზე ძლიერი კამერები აქვთ, ის ვერ ჯობდეს პიქსელის კამერას და შევეცდები Pixel 3 როგორმე ჩავიგდო ხელში და გავაკეთო აი ამ ფოტოების შედარებებიც აუცილებლად. ეს ყველასთვის საინტერესო იქნება. და საერთოდ ეს ყველაფერი არის ჩემი სუბიექტური აზრი, არავის არაფერს არ გიმტკიცებთ და არავის არაფერს არ გაძალებთ, რომ მაინც და მაინც იყიდეთ Samsung-ი ან Pixel-ი და ასე შემდეგ. ეს ეგრეთ წოდებული პატარა სტუდიო მზადების პროცესია. ეხლა უბრალოდ რაღაც არეული სიტუაცია, ვლაგდები, ნელ-ნელა რაღაც гаджеტები გზაშია Amazon-იდან, რაღაც დეკორაციებში კიდევ შეიძლება, ეს არის უბრალოდ ბეტა ვერსია აი ამ ჩემი ფონის, ჩემი პატარა ახალი სტუდიის და აი აქ დაემატება კიდევ რაღაც ფონზე, არ ვიცი, ჯერ მოსაფიქრებელია რაღაცები. გამოგზავნილი Amazon-დან, ისიც გზაშია და ნელ-ნელა დაიქოქება ჩემი ეს ახალი დეკორაცია, ესე ვთქვათ, სტუდია და ძალიან ბევრ საინტერესო რევიუებს შემოგთავაზებთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, გააკეთეთ ლაიკები, კომენტარებში მინდა გავიგოთ თქვენი აზრი, რა აზრის ხართ, როგორი გამოვა, მე თვითონაც მაინტერესებს, იმიტომ რომ ჯერ არ არის დასრულებული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბეტა ვერსია ეს ყველაფერი. იმედია მოგეწონებათ და იმედია ჩემი რაღაც ახალი ეს გადაწყვეტილება ამდენი წელია, არხი აუცილებლად უნდა გამეახლებინა და გამოახლია ეს სტუდიაც, გარემოც და ნახოთ რა გამოგვივა. დიდი მადლობა იმისთვის, რომ უყურეთ ვიდეოს, უნდა გავიწყდებათ კომენტარები, თქვენი აზრი მაინტერესებს, ლაიკები, რაც უფრო მეტი ლაიკი იქნება, მით უფრო მეტად მომეცემა რაღაც
ენთუზიაზმი, ესე ვთქვათ, და ლაიკები უბრალოდ მესაჭიროება იმისათვის, რომ ვიდეო გავრცელდეს და ძალიან ბევრმა ხალხმა ნახოს. ამასთანავე ლაიკი რაღაც პატარა სიხარულსაც ანიჭებს YouTubers და აქედან გამომდინარე სურვილისამებრ ამოვარტყით ლაიკიც და გააკეთეთ აუცილებლად კომენტარები. მაინტერესებს თქვენი აზრი და მე ხაკი დროებით. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.